მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები მაყურებელს. ზოგადად უნდა ითქვას, რომ შეწყალება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰუმანური აქტი, ვის მიერაც არ უნდა იყოს ეს ჩატარებული, მათ შორის არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ, რამე თუ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც საპატიმრო სასჯელს იხდიან, სწორედ მოქმედი კანონმდებლობით და კონსტიტუციით რამდენიმე შესაძლებლობაა სულ, თქვათ შეწყალება და ამნისტია, რომლითაც სახელმწიფო თავის ჰუმანურობას იჩენს. ამდენად რაც უფრო იქნება ეს და მეტად იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია თავად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ციხეში ისხდნენ, მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რამდენადაც საუბარია სწორედ სახელმწიფოზე, სახელმწიფოს და სამართლებრივ ურთიერთობებზე, სახელმწიფო და ამ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, რომელიცაც მიაჩნია, რომ წარმოადგენს სახელმწიფოს და პოლიტიკური კლასი, რომელიც აი ამ პრეზიდენტის არალეგიტიმური პრეზიდენტის უკან დგას, ვალდებული იყო საზოგადოებისათვის ანგარიში ჩაებარებინა, ეთქვა წინასწარ, ანუ გამჭვირვალე გაეხადა პროცესი და ეთქვა, რომ აი ასეთი აქტის, შეწყალების აქტის განხორციელებას აპირებდა, რა კონკრეტულად რომელი დანაშაულები და რომელი ქმედებები მოყვა ამ შეწყალების აქტში, ამაზე საზოგადოება ინფორმირებული უნდა ყოფილიყო და უკვე ინფორმირებულიც უნდა იყოს, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომ ასე არ არის. სწორედ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური ხელისუფლება, ასე თუ ისე მიუხედავად იმისა, რომ რაც არ უნდა ჰუმანურ აქტს ჩადიოდეს, მაინც დაცილებულია ხალხისგან, ხალხს არ უწევს ანგარიშს, რომ საკუთარი მოქალაქეები და საზოგადოება გახადოს ინფორმირებული ამ საკითხებზე. ეს არის სწორედ პრობლემა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თვითნებობს ხელისუფლება და ჩვენ ასე არ უნდა დავაყენოთ საკითხი, ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული და ეგრეთ წოდებულია თუნდაც არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც ასეთაც მიიჩნევს თავს, რომ არის ხელისუფლება, ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე და მას ეს ანგარიშვალდებულება უნდა გაეკეთებინა თუნდაც ამნისტიის ამ შემთხვევაში შეწყალების აქტთან დაკავშირებით, თორე თავად შეწყალების აქტი, რა თქმა უნდა, არის ჰუმანური აქტი და ძალიან მნიშვნელოვანი ამოსუნთქვარი იმ ხალხისთვის და იმ ოჯახებისთვის, რომელიც აი ამ შეწყალებული ადამიანების უკან დგას. რა თქმა უნდა, ამ დროს მოლოდინი უნდა გქონდეს, რომ შეწყალება ყველას კანონი და სამართლი და კონსტიტუციით გათვალისწინებული მიზანშეწონილობის გათვალისწინებით გაკეთდა. ეს გამოჩნდება სწორედ იმ ანგარიშვალდებულების თემაში, თუ კი ვთქვათ, აი ასეთ ანგარიშვალდებულებას გააკეთებდა ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ასე ვთქვათ, არალეგიტიმური ხელისუფლება და მათ შორის არალეგიტიმური პრეზიდენტი. ამდენად აქ აი ამ საკითხებს ყურადღება უნდა მიაქციოს ყველა ხელისუფალმა, რომ ისინი პირველ რიგში ხალხის წინაშე არიან ანგარიშვალდებული და ხალხს აქვს უფლება იცოდეს კონკრეტულად რომელ სისხლის სამართლებრივ დანაშაულებს შეეხო ეს აღნიშნული შეწყალების აქტი. კი ბატონო და რა ერთია კითხვები, რომელსაც ჩნდება ბუნებრივია ქალბატონ მაია, მაგრამ მეორე აი რა ეჭვები შეიძლება გაჩნდეს, აი რაში დასჭირდათ ეხლა პოლიტიკურად აი 613 პატიმრის შეწყალება, როგორ ფიქრობთ, აი რა გვაჩვენეს ამით? 20 დღეა რაც აირჩიეს პრეზიდენტად თავად მიხეილ ყაველაშვილი და პირველივე რაც ქნა რეპრესიული კანონების ხელმოწერას თუ არ ჩავთვლით, შეიწყალა 613 პატიმარი, ესეთი მე მგონი მართლა როგორც სტატისტიკაც გვაჩვენებს, არ ყოფილა ამ რაოდენობის პატიმრის შეწყალება თითქმის არასდროს, ყოველ შემთხვევაში ბოლო 10 წლის მონაცემები ასეთია.
ბუნებრივია ეს რაოდენობა გარკვეულ პროცედურებთან და წარმოების სამართლიანობასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს, იმიტომ რომ შეუძლებელია იმ მოკლე დროში რა დროშიც ახლა კონკრეტული ასე ვთქვათ არალეგიტიმური პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას ან ხორციელებს სრულიად არარელევანტურია გონივრულობის თვალსაზრისითაც, რომ აი ამდენი საქმე მთელი თავისი პლუს მინუსებით და ასე შემდეგ შეაფასო და შეისწავლო, რამე თუ პასუხისმგებლობა გადადის მასზე, რომელმაც საბოლოოდ ამ დოკუმენტს მოაწერა ხელი, ეს შეიძლება ვიფიქროთ, რომ უკავშირდება მათ წინა საარჩევნო დაპირებას ან რაღაცა ფორმით მათ ოჯახებთან გარკვეულ ანგარიშვალდებულებას, მაგრამ ცალსახად უნდა ითქვას, რომ ზოგადად შეწყალების აქტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰუმანური აქტი და აქ მნიშვნელობა არ აქვს ვინ გააკეთებს ამ შემთხვევაში ამას ლეგიტიმური პრეზიდენტი თუ არალეგიტიმური, მთავარი არის რომ თავად ადამიანებმა იგრძნონ ასე ვთქვათ თავის ოჯახებთან გაერთიანდნენ და ოჯახებმა გარკვეული შვება იგრძნონ და თავად იმ ადამიანებმა, რომლებმაც თქვა დაბრუნდნენ საზოგადოებაში. აქ ამ შემთხვევაში ძლიერდება რა თქმა უნდა არალეგიტიმური ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ მათ გააზრებული აქვთ როდესაც შეწყალების საკითხზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებდნენ და სხვათა შორის ეს ჩუმად მიიღეს ხალხის არაინფორმირებულობის ფონზე და მათ შორის თავიანთი ამომრჩევლების არაინფორმირებულობის ფონზეც, რომ პასუხისმგებლობას იღებენ შემდგომი საზოგადოებრივი სიმშვიდისა და უსაფრთხოების შესახებ. კი ბატონო, და ასევე ქალბატონ მაია მინდა გკითხოთ სწორედ მოსამართლების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელსაც ხედავთ ხომ ჩვენ, აი ვახსენე 500 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა რაღაც ნივთს და ამის შედეგად დაკავებული ახალგაზრდა 20 წლის ბიჭი, რომელსაც 5 წლით ემუქრება პატიმრობა. აი რა სიტყვით ამ ტიპის გადაწყვეტილებებზე როგორ შეიძლება ეს შეფასდეს იგივე სხვა საქმეები, მათ შორის ჩვენი კოლეგის მზია ამაღლობლის საქმე? დიახ, ეს სისტემური პრობლემა არის, ამაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს არის სისტემური პრობლემა, ეს უკავშირდება ერთი მხრივ როგორც იმას, რომ სასამართლო ხელისუფლება როგორც ასეთი ჩვენ არ გვაქვს, ანუ არ გვყავს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლეები, რომ მოსამართლეები მთლიანად იზიარებენ პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ანუ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ყურადღებას არ აქცევენ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მოსაზრებებს, არგუმენტებს, თვითონაც სოციალურად ძალიან არასოლიდარულები არიან საზოგადოების მიმართ, ეს სასამართლოს თან მიმართებით, რა თქმა უნდა, პროკურატურის პრობლემა, რომ პროკურატურაც ასევე პოლიტიზირებულია და ის ითვალისწინებს იმ ინტერესებს, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს და ამ ადამიანებს სპეციალურად უმძიმებენ ბრალს, იმიტომ რომ სწორედ მათი საქმეები გამოტენონ ისეთი მტკიცებულებებით და ისეთი დოკუმენტებით, რომელიც საქმესთან კავშირში არ არის, მაგრამ რომ დაცვის მხარე რომ უმტკიცებს, თქვათ, რომ ეს შესაძლოა კავშირში არ იყოს ან მტკიცებულებათა შეფასებისას დაცული იქნეს სამართლიანობა და ასე შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ, სასამართლო ამას არ ითვალისწინებს, ანუ ეს ორი უწყება, პროკურატურა და სასამართლო ქართულ ოცნებასთან ერთად რაღაცა სინქრონულად ერთად მოქმედებენ და აქ ამას ასევე ხელს უწყობს ის უსამართლო კანონი, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის სახით, რამე თუ ძალიან აი ასე თქვენ წარმოიდგინეთ, აი თუნუქის ღობეს საცხოვრების საკითხიც რომ იბაბათ ამ საკითხზე, იყო 300 თუ 400 ლარის დაზიანება იყო რაღაც ეგრეთ წოდებული იმპროვიზირებული ღობეა რა. ეს იმიტომ ხდება მათ შორის, ამიტომ იყენებს ამას ასე ვთქვათ სპეციალურად ადამიანის წინააღმდეგ პროკურატურაც და სასამართლოც, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ამბობს, რომ 150 ლარიდან ითვლება უკვე სისხლის სამართლებრივ დანაშაულად, თუ კი ზიანი 150 ლარს და მეტს შეადგენს. ანუ
თქვენ წარმოიდგინეთ ქართული ოცნება, რომელიც ამდენი წელია არის ხელისუფლებაში, ერთხელაც კი არ დაფიქრებულა იმაზე, რომ ადამიანის უფლებების კუთხით მოეხდინა სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმირება და რატომ? იმიტომ რომ ის აი ასეთ გარღვევებს, ასე ვთქვათ, ადამიანურობის წინააღმდეგ რო არის მიმართული და ქცევის წესებს, რომელიც ადამიანის უფლებების წინააღმდეგ არის მიმართული, მერე იყენებენ სათავისოდ, აი ასეთ შემთხვევებში, მათ შორის გამოიყენეს მაგალითად დემონსტრაციებისა და თავისუფალი ადამიანები რო გამოდიან და თავის სიტყვას გამოხატავენ და ემოციის ფონზე ამა თუ იმ ქმედებას ჩადიან, ამას უკვე აი ასეთ მცირე ნივთის, მცირე ღირებულების ნივთის დაზიანება შეიძლება უეცრად სისხლის სამართლებრივ დანაშაულად იქცეს. სწორედ იმიტომ რომ სათავისოდ იყენებს ქართული ოცნება ამ საკითხებს. ამასთან აუცილებლად უნდა აღინიშნოს ასევე და აი სწორედ ერთ-ერთი ეს არის რაოდენო თანხობრივი საკითხი და ეს არ უნდა გავიგოთ რომ მარტო და ვთქვათ სისხლის სამართლის კოდექსში არსებულ ნორმას უკავშირდება, რომელიც 150 ლარი და ზემოთ ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აი ესეთი ნივთის დაზიანების გამო. ეს უკავშირდება მიდგომას, მტკიცებულებების საკითხს და რომ ადამიანი რა ზღვარ სისხლის სამართლებრივსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას შორის და ეს არის სწორედ პროკურატურისას და სასამართლოს ვალდებულება, რომ მტკიცებულებები შეაფასონ სწორად და აუცილებლად უნდა თქვა მზია ამაღლობელის საქმეზე. მზია ამაღლობელის საქმე საერთოდ არ არის სისხლის სამართლებრივი შემადგენლობის ქმედება, ეგრეთ წოდებული სილის გაწნა, რის გამოც ის ამ წუთში გისოსებს მიღმა არის და რასაც ედავება მას ბრალდების მხარე და რაც ყოველგვარი ასე ვთქვათ მის გარეშე კითხვების დასმის გარეშე გაიზიარა მოსამართლემ და იქამდე ჩვენ ნახეთ სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომელიც ყურადღებას ამახვილებს წინასწარი პატიმრობის გამოყენების მართლზომიერებაზე და საერთოდ არ ეხება თავად ქმედების შინაარსი, რომ არ არის სისხლის სამართლებრივი დანაშაულებრივი ქმედება. ანუ ესეც რა თქმა უნდა მზია ამაღლობელიც სრულიად უკანონოდ არის საპატიმროში, უკანონო და იმავდროულად რა თქმა უნდა პოლიტიკური პატიმარიც არის, რამე თუ მის მიმართ სახელმწიფო ძალადობს სპეციალურად იყენებს ამა თუ იმ მექანიზმებს ადამიანის ციხეში მოსათავსებლად. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ქალბატონო მაია იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. მაია კოპალეიშვილი პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს.